ხო ეს ყველაფერი ვითომ თამაში იყო, მაგრამ რაღაცნაირად შეგეჩვიე. ისე იყავი როლში. მართლა მეგონა რომ ჩემი საცოლე იყავი. ხო იცი რატომაც გავაკეთე. იმიტომ რომ შეგიყვარდი? არა მახო. იმიტომ რომ მთხოვე და მეც ადამიანურად დაგეხმარე. მე მგონი ზედმეტი მომივიდა. სოფელში არ მოწასულიყავი ჩემი აზრით. არა, რას ამბობ? ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა. ზიზუს რო არ გაეფუჭებინა. დაივიწყე. ყველაფერს მაინც გაიგებდა. და ტყუილის თქმა სიმართლის თქმა ჯობს ყოველთვის, ხო იცი? აზრი არა აქვს. მამა ჩემსა გინ სიმართლე უთხარი და გინდა დააგინე. მაინც იმას იზავს რაც უნდა. ისე? ჩემნაირი ბიჭი შეგიყვარდებოდა? არ ვიცი. არ მიფიქრია მაგაზე. ალბათ უფრო არა. ცოტა განსხვავებული ბიჭები მომწონს. როგორი? ყური რო აქვს გახვრეტილი? და შარვალ ჩაჩაჩულები რო არიან და ტრაკი რო უჩანთ? ნახო მისმინე. სანამ დროა ჯობს დავიშალოთ. შენთვის აჯობებს ეგრე. არ მინდა უბრალოდ ყოველდღე რაღაცების იმედი გქონდეს და მე გული დაგწყდეს. კარგი იყო, გავერთეთ, ვიცინეთ. არა ჯობს დავასრულოთ. ო, მართალი ხარ. ლეო. ხო. თუ დაგჭირდები, მე შემიძლია დაგეხმარო. ვითომ შენი საქმრო ვარ. კარგი. აი დუდუ. რამდენია ჩვენზე, ნინაცვალი? არა, დაპატიჟებული ხარ. რა თაკაცო? რა სამოთ ფულს როგორ გამოგართვეთ ბატონმა ზუზუგოჩამ 2 ტონა სალცფურცელი გვაჩუქა. ბიჭო, რა გინდა 2 ტონა სალცფურცელია? მანდეეთში ვიყავი და გამოვაყოლე რა. მანდეეთში? მანდეეთი სად არის? გუნდეთის გედითაგაც. რაიო, რას მოგონეოდი რა ქვია მასა? ვეიმარის შაურმაი. ვეიმარის შაურმაი? ო, ძალიან გემრიელი არის, ესე გიხირდა ხო იცი გოში ამის გულზე ჩამოსვლა. რატომაც არა? ხახია, ხორცია, წვანილია. ბოსტანშიაც არა გაქვს მაგდილი შეკაიკაცო შენა და ერთ რამეშია ჩატენილი. ქიშო. მე მგონი შენზე მეტად შემიყვარდა ესა. რაიო? ეხლა მუხზიერ განავავტვრიო ესა. შაურმაზე ეჭვიანობ შენ კიდე. რა არის ვიცავა, რაცავა? კარგით ეხლა იყო რა დაკეტაკაც კაცო. შაურმა კი არა, პერაშკით ამყავ, დაკერილი ქალები მოლდოვაშია. ქიშო, რატო რო იყო, ვაიმე, რატო რო იყო? რა თქვი? არა, შენა არ იყა მაშინა. ო, ეგრე ხო? წავიდეთ გაიზათაცა. რა გაიზათა კაცო? შენ რა გაიზათა მეყოლები, ეხლა შენ ცოტა ნდერები არ მომიშალო. დაურეკო ერთი ტახოსა რა საშვება როგორ არის რა. მოიცა არ დაურეკო რა. მე გავალ და ვითომ აქ არა ვარ, რანგილი აქა ვარ და არ ველაპარაკები. ხო, ტახი. ციცო. აბა როგორ ახარ შვილო? შეხვედრაზე მივდივარ. რა შეხვედრაზე? რაღაც ბიზნეს შეხვედრაზე რა არის?
არაფერი შვილო იმედია ეხლა მაგასაც არ გვატყუებ. არა, ხანო, რას გატყუებ? რასაც გატყუებთ ხოლმე, ნეტა იმასაც არ გატყუებდეთ. რა ქნა იმანა დაწნარდა ცოტა. რა ვიცი რა დილასა ქათმებს აგინებდა და ძროხებს ეჩხუბებოდა თუ პირიქით. რა გაგვიკეთეს, აი რა ქენი ეს. აი ეხლა, კაი, ხო, კაი. ტახია. ხო. მალობა რეკე ერთი. ტახი, როგორ ხარ, როგორა? კარგად ძუძუძია, შენ როგორ ხარ? მეც კარგა. ჩამოწიე ტელეფონი ყურიდანა, კაცო, არ ჩანხარ. სადა კაცო? ყურიდან ჩამოწიე, ყურიდანა, ვინჯო? აჰა. ერთი მაგარი ამბავი უნდა მოგიყვე რა. დღესა ჩემი თამროი შენთვინა ქსოვდა რაღაცასა. ძალიან დიდი პულოვერი მოუქსოვია კაცო. და რო ვნახე, თავის ორი ამოსაყოფი რა ქონდა. მეთქი. რა არის მეთქი ესა კაცო? ესა ჩვენი საერთო პულავერიაო. რო დავქორწინდებითო. ორივენი ამ ერთსა ჩავიცვამთო. რა საერთო პულავერი? როგორც ისა რა, საერთო ცოლ-ქმრის Facebook-იო თუ რა ვიღაცა. ისა, კაი, წავიდე ეხა, ძუძუძია, წავედი, ამცალია, წავედი, კაი. როგორ ხარ რა? კარგად. პოდიში რა დავაგვიანე კლიენტმა ვერ გამოაღწე. აი, ხარ მაინტერესებს რა. მიზეზები არ გელევა არასდროს, რაც იყავ ისევის რო დარჩი რა. ნუ შენც იგივე ხარ, რაც იყავ ის დარჩი. დედა შენი როგორ არის? უფრო კონკრეტულად რა გაინტერესებს? რავი, ხარ მოვენატრე მაგ გოხერს მაგას? არა. და ნუ გავიწყდება რა, ეგ მანქანა რო დატარაშუნობ დედა ჩემის ნაყიდია. ანა, უმისმინე. მაგ მანქანას სესხით ვიყიდე. რომელშიც დედა შენი თავდებში მედგა და მარტო მე დავფარე ეგ სესხი, გესმის? კაი, მე აქ ბავშვზე სალაპარაკოთ მოვედი, იცი? ალიმენტზე მაინტერესებს, რა ხდება? რა ხდება? რა უნდა ხდებოდეს? ხო გირიცხავ ყოველ თვეში 500 ლარს. 500 ლარი არაფერში არ ყოფნის, იცი? ანა, შენ და ბავშვს არ ყოფნის თუ დედა შენსაც არ ყოფნის? მე დედა ჩემი იქეთ მეხმარება რო იცოდე რა. ოჯახის დანგრევაში გეხმარება. მოკლედ, ყოველთვის ჩაგვირიცხავ 1000 ლარს. ანა, რანაირად ბინისკი რა, კომუნალურები, რანაირად უნდა მოვახერხო, რომ 1000 ლარი ჩაგირიცხო თვეში. აი, სარჩელს რო შევიტან სასამართლოში, მე მოვახერხებ. და თანხა კი არა, ბავშვსაც არ განახებ საერთოდ რა. რა გჭირს ანა? არ გახსოვს რა კარგად ვიყავით, ერთად ვიყავით ბედნიერები. აი, დავსხლე და დავილაპარაკოთ, ხო შეიძლება რა? ხო, დედა. კი, აქ არის. დედა შენი მომიკითხე. არ ვიცი, ხო ცოტა ხანში წამოვალ. კაი, დაგირეკავ მე. ოდიში რა, შეხვედრაზე მივდივარ და ესე ვერ წავიდოდი. კიდე კაი, ბრმანაწლავი არ გაგისწრა, თორე აქ ამოიჭრედი შენ ისეთი ხარ. რას იზამ, დროფულია. და მოიცა ახლა 10 წუთი დრო მივდივართ. ეს დრო უკანო დამიბრუნო? რა ლენჩი ხარ რა? დრო არის და ფუნლია. ვერ არის ეს კარგად რა. ბიჭო, ტაქსი იჭრით მასა და კინე მე ვერავ არ კარგად, ჰა? ცოტა ნელა რო იაროთა რა. მას კარგად ვერ ვჭრი. ო, ბოდიში. აუ, რა მეზარება დაბადების დღის წაყვანა რო. აუ, აბა მე მკითხე. შენ რა გენაღლება? ხალკი ხარ, შემოხვალ 2 წუთი და გახვალ და მე უნდა ვიყო მთელი დაბადების. შენ ბიჭო ამ ფორმას ნუ ეხუმრები.
იცი რა მძიმე ფორმაა? აი რა, ხო და ჩაგეცვა მერე და ყოფილიყავი რა, ბეტმენი და წაგეყვანა რა. რავი რა, რა მინდოდა მაგის დედა ვატირე რა. ბიჭო, დაზა სადა? იქ მოვა? ხო, იქ მოვა, მიდი და მოვალ ესე იგი. მერე ფორმა სადა? აი მანდებს ინგლისის ფორმა, აი შენ გვერდით რა. წამოვაყო მე. ოვისე, კაროჩე რა. ოვაქარ. მაგან ხო იმენა ტვინი მოტყნა რა. არა სწორად იქცევა ძმაო. რა პონტია? ავდგები, მეც იქ მოვალ და ფორმა წამომიღე რა. ვაფშე, ერთი დღე დავждეთ ძმაო და მაღაზე იმინა ვებაზროთ რა. ხო და დავждეთ და დავილაპარაკოთ. დავილაპარაკოთ. მაგ გამიჩერე რა, აქ ჩამოვალთ რა. აროჩი რა. ჩავედი. წამო გადავიზარდო. აი ძმაო, მადლობა. Ay, bicho! Ay, Batman! Hulky! Hey! Ragazza Darkchat, bicho! Ay, Darkchat, hey! Ay, სუმეზარე მოდა ხოლმე საპარიკმახეროში მისვლა რა. საპარიკმახეროში არა, სალონში. ხო, როგორცანი, როგორცა. დაიწყე მინდა. შეგჭრა? ხო, აბა რა უნდა და კუც არ მოიხდეთ? არა, კაცო, სუმაფარია ხოლმე ეს ფუნდი. მე გვერდებზე ამაჭერი მინდა. კი ბატონო. სოფელში ყავდა ერთი პარიკმახერი. ზაპოი ზვიადა. ხელები უკანკალებდა, გაიგე? ხო და აი მანდა კეფასთან ხედავ და ყურებთან შრამები რომ აქვს. კი. ო, აი მაგის დამსახურება არის ეგა. ორჯერ დამისვა ბრიტვაი, ორჯერა. მოურჩი, თქვენზე 20 ლარია. რა 20 ლარი, ხალო? შეგჭერით, ჩემი ხელობა ეს აღერს. და მოიცა ხა, რომ ამოვა ისევ დამებრუნებ მე მაგასა. აუცილებლად სალონში გამომიარეთ და იქ დაგიბრუნებთ. კაი. გაუმოჭოს რა. არჩე თუ რამე ფული მქონდა კაზინოში წავაგე ყველაფერი ვაფშე რა. და მიდი რა, ურთაჭანამდე გამწიე რა. საერთოდ ფული აღარ მაქვს. აი ჯინგანი კაცი ხარ შენ რა. აი ეგრე ანანათ რომ მითხარი, აი საღორ შენ რა, აი კაცი ხარ რა. ზონგი ცინას გააკეთებდა ბიჭო. მიმაყვანინებდა თავსა და მე გადამაგდებდა. ანუ გამიყო, ხო? არა. მე ვარ ტახი მახო. ტახი მახო. გამიქნიე ხელი. თუ გინდა რომ ნახო. ეს რა მაგარი რაღაცა დავითრიე, ვიჯო. მაგრამ რატო არავინ არ მაჩენებს, ჰა? დავიჯერო ამის ბრალი, ჰა? გამაჩენეთ ხალხო. მე ვარ სუპერტახო. ისე უნდა გენახა რა. რა სახე გქონდა რომ გადაგაჯმეინე მანქანიდანა. რა გეგონა ეხა შენ არ ვამწი მაშინ დაგტოვებდი? არ გინდა ბიჭო, არა არის თამაშო, არა. არ არის კაი ეგა. აი ვაფშე იყოს, უნდა გააგიჟათ ედამს რა. ბავშვს არ განახებო, ბიჭო, აი ბავშვს არ განახებო პირდაპირ მითხრა. რა ნერვები მომეშლებოდა ასე ხარ? აი დაწყნარდი, ვერიონ, დაწყნარდი რა. ეგრე ჩემეზე რომელსაც არ ანახებდა თავისი ცოლი ბავშვსა, არა? მე ისა რომ ეს ბავშვი გაიზარდა უმამოთა რა და არაფერი არ დატყობია საერთოდ, მაგარი ჯიგარი ბავშვი არის. ეს თუ გაზარდა ორივე ხო პუტავს ყველაფერს. აი ბიჭო, რა გჭირთ თქვენ მაინც რა გჭირთ გამაგებიეთ რა. ბავშვი მომენატრება, ზიზუ ბავშვი. ჯოდაგიტავე ზოლი დღეს ხის ბოშური და მე ვისი ბრალია, მე აი ხო კარგით ეხლა ხო რა იყოთ ბიჭო გეყოფათ ჰა? აი რა უნდა ქნა? რა უნდა ვქნა, ფული უნდა ვიშოვო რამენაირად.
ბიჭო, მოგისმინე. თვის ბოლოს ხო უზამი, არ შეგიძლია ხო უზამი ფულს და კიდე უყოფილოები რატო არიან ამას ვეხვდე? ან დაურეკე, იგი რო ყავს, ბედოლათი წორი ძვა და დელაპარაკო სიდეთს. ვაფშე მე დაველაპარაკები მაგ თემურასა, ბიჭო. მაგის იმაზე ვარ, რაღაცა სემინარიაზე თუ ლექციაზე თუ რაღაცაზე ვარ ჩაწერილი და მე შეუსრულებ ჩემებურათა. ჩემ მომისვე გაჩერდი, არაფერი არ გააკეთო, ხო გესმის? საერთოდ არაფერი არ გააკეთო. და არც არაფერი არ წამოგცეს მაგ თემურასთან. მე მივხედავ ჩემს საქმეს, როგორც აი ის. აი ხო. ახ, ბიჭო. ცოდოა, ბიჭო, ეს ბიჭი, ცოდოა. იცი რამდენ შრომობს? წელებზე ფეხსი დგავს, რომ არაფერი მოაკლოს თავიშვილსა. იცი როგორ უყვარს? მე და შენ არ უყვარვართ ისე, როგორც თავისი შვილი უყვარს. ადექი და დაელაპარაკე შენ და სამ. დაველაპარაკები. და კიდე ისა, ნუ უსმენს, იმ გველქალს ნუ უსმენს. ვინ გველქალს? დედამისა. მოდი ჩავიდეთ დეტალებში, რომ დედამისი დედაჩემიც არის, ხომ? ხო, მაგრამ მე რა, ისა გველი რა, ცუდია? ძალიან ის არის სუფთაანი გველი, რომ შეუშვა წყალში, ხო? ის ადგილი სუფთავდება. მოდი ახლა თქვენ შეცვალეთ საუბრის თემა, თორემ გაგიყვანთ გვერდითა ოთახში, ემოციების დაცლის სივრცეში და მაგ თქვენს კარგის უკანალს შესაბამის შეურაცხყოფას მივაყენებ. კარგი, ხო, კარგი, ბიჭო, რა იყო? ხო და თუ კარგი, დავუბრუნდეთ кейს, რაზეც საუბრობდით. თუ არა და ემოციების დაცლის სივრცეში თავით ეგრევე. ხო, აი, ხო, რას გეუბნებოდი ისა. ხო და ეს პარიკ მოხტილი ზიზურო დაინახა მამაჩემა, ხო? ძუძუ გოჩას მიწოდებული ქვა აიღო და ესროლა, პირდაპირ ესროლა ვერიონსა და კუდუს უნშინ გაარტყა. ეს გოგო გადაირია, გაგიჟდა, გაიგე? და ეხა საერთოდ ჩემი დანახვა არ უნდა. რა ვქნა ეხა, რა გავაკეთო? სამწუხაროდ არაფერს ვერ ვიზამთ ნახვამდის. მოიცა ეხა სუეგი, ხო? დაელოდეთ შემდეგ სეანსს. ასილარი? შემდეგ სეანსს. ასილარი მომე, ბიჭო. შეხედე ბიჭო, ერთი цагით გოლი ვერ გამომუშვის. ადე ერთხელ რომ გამომუშვა, მეორეს უეჭველი მიმაყოლებს. აჭრილი ვარ, აიებს გადასული შეხედე. შენთანაც ინო ხეხულში ვარ, ვერ გეხმარები ფულით. დღესაც ამიდეგა, ლომბარდა ფულია შემოსატანიო. აი ზიზუ არ გწვენია ბიჭო რა დახმარებაზე მელაპარაკებიც. რა სიმპათიები აქვს ჩემთვის ნაცემი. აი თოს მახა ეს მელაპარაკე, რა ვისავარ თავა. ბიჭო აუჩი ქირას დღეს როგორ მისაცემი? დღესა? გამაღები. გაუმარჯო შენ. მანხაზი აქ ცხოვრობს? აქ მანხაზი რანერ არის მან? ცოტა ეს ჩადგმული ტიპი არის, ჯიჯბი ტიპი არის, ტაქსისტი არის. ტაქსისტი აქვს. შეგაი რამდენი გეზებეთ იცი და დაუზახი რა ძმრად საქმე მაგრამ რაღაც შემოგევლე რა. არა, ძმას საში და უშინობა. შეიძლება ზმავა ეხლა ომში ნამყოფის და მე მიგავს და დაუზახი რა შემოგევლე რა. არა, ზმავა საში თქვა რა ვიცი. გადავცენ თუ რამეს მეტყვი? შენ რა უნდა გადაცე თვითონ დამიკავშირდეს და უთხარი მობილურზე რა.
და გამევიცნო ტელეფონის ნომერი თუ მეტყვი. ჩაიწერეს მა ჩაიწერე. ისე შენ რო ვიყურე აი ენაკვი მათი ხართო. იგანახე ნომერი ჩემი ზო. ჩაიწერე მე დედა. აბა მეგობრებო, თუ გამოიცნობთ, რატომ ვეძებთ ტახი მახოს. თუ ნახეთ ჩვენი სერია და მოგეწონათ, გთხოვთ გვერდი გამოიწერო და დაალაიქოთ. დიდი მადლობა.